როგორ იმოქმედებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყნის ეკონომიკაზე. ეს ის მთავარი კითხვა, არაზეც დოკუმენტის გაფორმების შემდეგ საზოგადოებაში ყველაზე ხშირად საუბრობენ. მათი ნაწილი შეთანხმებას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ იგი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ხელშეკრულების სხვადასხვა ასპექტზე საუბრობს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა სამსონიძე. მისი თქმით, ევროპასთან დაახლოება დემოკრატიის ხარისხს მაღლა სწევს, თუმცა შეთანხმებამ შესაძლოა საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად იმოქმედოს. ამ ყველაფერს კი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება განსაზღვრავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპასთან დაახლოება ყველა მხრივ ნიშნავს ფასების დასაცს მათ შორის და არსებული ჩვენი ხელფასების პირობებში ურთიერთგადამკვეთავის სიფრთხეებია და რომელი ასპექტი წამოვა წინ. ესე იგი, თუ კარგად იქნება ეს შანსი გამოყენებული, თუ იქნება მოზიდული ინვესტიციები, ეს არის კარგი შანსი ქვეყნის ფეხზე დადგომის. თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ რა თქმა უნდა არსებული მცირე ეკონომიკა, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო უარეს დღეს ჩავარდება. ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის უპირველეს ნაბიჯად ქართული მხარე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის გახსნას მიიჩნევს. მთავრობაში განმარტავენ, რომ ქართული პროდუქცია ევროპული ბაზრის სტანდარტებს მოერგება და ამით მეწარმეები სარგებელს ნახავენ. თუმცა საწინააღმდეგო სამტკიცებს ახალციხეში მცხოვრები ადგილობრივების ნაწილი. ისინი სავაჭრო სივრცის ალტერნატივად რუსეთს მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა მომგებიანი არაერთი მიზეზის გამო იქნებოდა. გარდა ამისა, მათ ამ კუთხით მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე აქვთ. რუსეთი ჩვენი მეზობელია და უნდა იყოს ახლო და კარგი. ხოზნიგები რაღაცები მოიტანებენ და დაიღებენ იქ ახლო არის სოფლის ისინი იქ ლახარი ახლო არის. ზოგი არა ფული არა გას ევროპაში როგორ უნდა დაიღოს. აქედან მიდოდა ვაშლი, ციტრუსი, იქიდან მოდიოდა სხვა მატერიალი. იქიდან მოდიოდა გარაკი, ხორცი, შაქარი. ევროპედიდან მოვა მას რუსეთის უფრო ჯობია. აქ ეპიტარჩება იქ. არა. რუსულ ბაზარზე უფრო მეტი აქ მაცხოვრებელი იყო და მიჩვეული არიან აქაურ პროდუქტზე და იმიტომ ნატრობენ და იქაური ხალხი აქაურ პროდუქტს. ფული მოვიტანეთ, სახლები ავაშენეთ, რომელი უთხრა ეხლა? შეიძლება იგივე რო გააკეთოს. შეიძლება, მაგრამ ჩვენ იქ ვერა, იმიტომ რომ ენა არ ვიცით. თავარი, შორს არის. ხარჯი ბევრია, რუსეთი ახლო მეზობელი. მოსახლეობის ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა გაცილებით მომგებიანი იქნება. მათივე თქმით, ცვლილება პროდუქტის ხარისხიანობის ზრდასაც გამოიწვევს, რადგან მეწარმეები ვალდებულნი იქნებიან ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების შესაბამისად იმოქმედონ. ამიტომ ადგილობრივების ნაწილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდად სწორედ ევროპას მიიჩნევს. ჩემი აზრით უკეთესი იქნება ევროკავშირში შევიდეთ, ჩვენი ქვეყანა უფრო გაძლიერდება, პროდუქციასაც უფრო მეტი ქვეყანა გაიცნობს და ეკონომიკაშიც უფრო მეტი წინსვლა იქნება. უფრო ფართო მასშტაბიანია და უფრო მეტ შემოსავალს მისცემს ჩვენ ქვეყანას. ჩემი აზრით რუსეთშიც რო გავიდეს და ევროპის ქვეყნებშიც ეგ უფრო ძალიან კარგი იქნება, მაგრამ რავი, როგორც საჭიროდ ჩავთვლით, ისე ჯობია. უფრო მეტი პერსპექტივა აქვს ქართველებს ევროპაში ვიდრე რუსეთში. ქონდა პერსპექტივა, მაგრამ მაინც ჩვენი დამყრობელი ქვეყანაა მაინც და საქართველოსთან ისეთი კავშირი აღარ აქვს, ამიტომ რაღაც არ მივესალმები იმას, რომ რუსეთთან ამე კავშირი გქონდეს ახლა. თავისუფალი სავაჭრო სივრცის გახსნა ადგილობრივ შიდა ბაზარს განავითარებს, რადგან ევროპული წარმოების კულტურა გაცილებით მაღალია, მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნუგზარ თათეშვილი. იგი ასევე ფიქრობს, რომ ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც ევროპული ბაზრისთვის მისაღები იქნება, საკუთარ ადგილს რუსეთის ბაზარზეც ადვილად დაემკვიდრებს და მას ორივე მხრიდან ერთი და იგივე გამოძახილი ექნება. ეხლა იგივე რუსეთის ბაზარი ხვალე უფრო მეც მიიღებს ჩვენგან, როდესაც ეს კულტურა ჩამოყალიბდება და დაუშვათ დაფასოვებული სახით შევიტანთ იგივე ვაშს, იგივე კარტოფილს, ანუ უკეთეს პროდუქციას მივაწვდით. იმას უკეთესად მიიღებს. უბრალოდ დღეს დაბალ ფასიანს შეიწოვს რუსეთის ბაზარი და ეს ქმნის იმის ილუზიას, რომ აი არიქა ხვალე აღარავინ აღარ იყიდეს.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს ქალაქ ბრიუსელში მოეწერა. აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეა. მთავრობაში განმარტავენ, რომ შეთანხმება ქართული კომპანიებისთვის ევროპის 500 მილიონიან ბაზარს ხსნის, რითაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ბაზარზე იმპორტისას საბაჟო ტარიფებისგან გათავისუფლდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მიხედვით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი.